ახლა ერთი გამოხმაურება ერთ საკითხზე. ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, მე ასე ვფიქრობ, დღევანდელი ქრისტიანობისთვის. თანამედროვე ყოფა, თანამედროვე ცხოვრების წესი თავისას ითხოვს ეკლესიური ცხოვრებიდან და მასში გარკვეული სიახლეები შემოაქვს. რამოდენიმე ხნის უკან მამა დავითმა თუ არ ვცდები ხარება დღეს, როცა საუბარი იყო თვიშობელზე, ხარებაზე და ასევე დედებზე და ქალბატონებზე, ქადაგებაში თქვა, რომ ცეკვა გოგონებს ხდის უკრძალვერს. როცა ადამიანი თქვათ ცეკვავს, მოცეკვავია, ის გაცილებით თამამია, უკრძალველია, უფრო მისი თქვათ მიხრა-მოხრა, საუბარი რაღაცა სხვაზე არის გათვლილი, რომ სხვაში რაღაცა მოწონება დაიმსახუროს, ეს ბუნებრივია, სულიერი ცხოვრებისთვის ძალიან დამღუპელია. ახლა ამ მოთხოვნში განსაკუთრებული არაფერი არ არის, ეს აქსიომაა. როგორც ვთქვათ, ორ წერტილზე ერთი წრფე გაივლის და იქ სხვა ვერ გაივლის 5, 10, 30. ასევე აქსიომაა ესეც. თუმცა მე ამ მოთხოვს მოყვა საშინელი შეურაცხყოფა, ლანძღვა, გინება, ცილისწამება, დაცინვა. ჩვენ ბუნებრივია ახლა არ საუბრობთ იმ ხალხზე, ვინც არაეკლესიური ადამიანია. მათთვის სულ ერთია სამწუხაროდ ეს თემა. მხოლოდ ალაპარაკეთ თქვათ ეკლესიაზე, დააცინեն მღვდელი, პატრიარქი, აი ამით შემოიფარგლება მათი ეს დამოკიდებულება. არის სამწუხაროდ საქილიკო თემა ეს მათთვის, მაგრამ ჩვენ საუბრობთ ეკლესიურ ადამიანებზე. ადამიანები, ვინც ტაძარში მოდიან, ეზიარებიან, აღსარებას ამბობენ, ცხოვრობენ ღვთისმცნებით, ასე უნდათ მათ ცხოვრება და მათ ვერ მიუღია და ვერ გაუღიათ თუ აი ამ ნათქვამში რა არის არასწორი. ამბობენ, რომ ეს ნათქვამი არის რაღაცა საშინელება მღვდლის მიერ, როგორ შეიძლება რომ მან ასე იქადაგოს. მე ვიტყოდი, რომ კიდევ კარგი მღვდლები ასე ქადაგებენ. როცა ამბობენ სიმართლეს და თვალღებას არ ერიდებიან. არ არიან კაცმოთნენი, რომ ქადაგება იყოს საამო ადამიანისთვის, არამედ რაც მათ მიიღეს სწავლებით ეკლესიისგან, იგივეს ასწავლიან სხვას, იგივეს ასწავლიან მრევლს. შეიძლება ეს ვინმესთვის კაცრია, ფიცხია, მაგრამ ეს არის სიმართლე. და პირველ რიგში მღვდელი მოწოდებულია, რომ მან სიმართლე და ჭეშმარიტება იქადაგოს. ახლა არ ჩამოვყვებით ჩვენ მამების გამოთქმებს ცეკვის თაობაზე, ჩვენ მქონდა არაერთხელ ამ თემაზე საუბარი, თუ ის როგორი დამღუპელია ადამიანისთვის, არც იმაზე ვისაუბრებთ, თუ რამდენი საეკლესიო კრება შეეხო ამ თემას, სოფლიო საეკლესიო კრებები, რამოდენიმე ამონარედი მინდა მხოლოდ თქვენ წაიკითხოთ, რომ მამა დავითის ნათქვამს რაღაც აი თქვენ სწორი მიმართულება მისცეთ. თუმცა იქაც ყველაფერი იყო თქმული ძალიან სწორად, ლაკონურად.
სხვადასხვა უნდა ითქვას, რომ ამ საკითხს ძალიან ბევრი წმინდა მამა ეხება, რომ ცეკვა, ლაღობა, გართობა, სანახაობა ეს დამღუპველია ქრისტიანის სულისთვის. აი მაგალითად ცეკვას წმინდა ეფრემ ასური უწოდებს ეშმაკის დღესასწაულს. არც მეტი, არც ნაკლები. აი ეს დიდი წმინდა მამა, რომ ჩვენ მის ლოცვებს ყოველ მარხვაში კითხულობთ, ღრმა სინანულის მატარებელია მისი ლოცვები, დიდი ეკლესიის მოძღვარია, მასწავლებელია, ცეკვას უწოდებს ეშმაკის დღესასწაულს. და აი ხლა როგორ შეიძლება მოძღვარმა თქვა ცეკვაზე, რომ ეს მისაღებია, კარგია, ჩვენ უნდა რაღაცა ვიცეკვო და მრევლს მისცეს ასეთი არასწორი შეხედულება ამ თემაზე. წმინდა ამბროსი მედიოლანელი ბრძანებს ცეკვაზე, რომ ის არის ქალწულების წყალქვეშა ქვა და ზნეობის სასაფლაო. აი, რატომ არის მამები ესე უყურებენ აი ამ საკითხს? ცეკვას, ლაღობას, რომ ის არის ძალიან მავნებელი ადამიანის სულისთვის. თქვენ ალბათ გახსოვთ, ჩვენ ქონდა საუბარი წმინდა იოანე ოქროპირის შესახებ, ის განმარტავს ნათლისმცემლის თაბის კვეთის ეპიზოდს და იოანე ოქროპირი ეს ოქრო ნექტარი მხადაგებელი და ღვთიმობერილი წმინდანი საოცარ რამეს ამბობს, რომ განსაკუთრებით ცეკვა ყურებაც კი არის ეშმაკის საქმე. ადამიანს ეშმაკი იპყრობს ამ დროს და მის სულს ჯოჯოხეთში შთანთქავს. არა საუბარი თქვა, რომ ცეკვის ყურებაზეც კი. და სხვათა შორის აი მეექვსე მსოფლიო საეკლესიო კრებამ ქრისტიანებს მოუწოდა, რომ როცა თქვენ იქნებით ქორწილში, აი ამ უდიდეს დღესასწაულში, საერო დღეობაში და როცა იქ დაიწყება საერო ცეკვები და ლაღობა, დატოვეთ ქორწილი და წამოდით სახლში. თუ ასე არ მოიქცევი, შენ დაექვემდებარები განკვეთას, დასჯას, საეკლესიო სასჯელს. ნახეთ, მარტო ყოფნა ქრისტიანისა ქორწილსაც ცეკვავენ. რამხელა კანონს და სასჯელს იმსახურებს. აი, რატომ არის ცეკვა ასე მიუღებელი ეკლესიისთვის? სხვადასხვა იგივე მსოფლიო კრებამ აკრძალა წარმართული დღეობები, კერძოდ კალანდა, ვოტა და ვრუმალი. ეს წარმართული დღეობები იყო და მას გაუთანაბრა და აიგზალა ამათანა კრძალავთ საეროსა როკვათასა დედათასა, რომელი ფრიადისა რყვნილებისა და სავნებელისა შემძლებელ არს შექმნასა. ანუ ეს არის სავნებელი და რყვნილების შემომტანი ადამიანის ქრისტიანის სულში. ზოგიერთი ფიქრობს, ეხლა ეს რაღაც კაცრი ნათქვამია და ჩვენ ეხლა 21 საუკუნეში ასე ვერ ვიცხოვრებთ, მაგრამ ეკლესიის სწავლება დროს არ ექვემდებარება. ეკლესიის მოძღვრება აღმატებულია დროზე. ლაკ უამრავი კანონები ჩვენ შეგვიძლია მოვიტანოთ იგივე კართაგენის კრებიდან, ლაოდიკიის კრებიდან, მსოფლიო კრებებიდან, რომ ცეკვა, ლაღობა, როგორც ყვნილების და სავნებელის აღმოძრობი ადამიანის სულში მიუღებელია. თუ კი მოძღვარი ამბობს იმას, რომ როცა გოგონა თქვა ცეკვას ეშოვა ის აი ასე ვთქვათ კდემას იზარცობს და რიდი ეკარგება, ამაში რა არის არასწორი? და თუ შენ ამაზე იცინი ხარ, ამას განიკითხავ, ამას განჟი, აბა დაფიქრდი, შენ შემთხვევით
სოფლიო კრების კანონს ხომ არ განიკითხავდა განში. და თუ ეს ასია, ვაი შენდა. იმიტომ რომ ეს კრებები ადგენილი არის სული წმინდის მიერ. რა გამოდის? შენ დასინი ხარ, გმობ, აყნინებ სული წმინდას. თუ აქ რომელიმე ჩვენთაგანი მღვდელი იტყვის თავისას, ჩემი აზრით ესია, იმაზე კაი ელაპარაკე, მაგრამ თუ რომელიმე მოძღვარი ამბობს ეკლესიის სწავლებას, როგორც რადიო, გადმოსცემს ისე. და შენ მას დასინი ხარ, რა გამოდის? შენ დასინი ხარ ეკლესიის მოძღვრებას, ეკლესიის სწავლებას. და ვაი შენ და ამისთვის. აი ჩვენ გვაქვს სჯულის კანონი, ბუნებრივია, ეკლესიაში არსებობს სჯულის კანონი, არის განმარტება აი ამ სჯულის კანონისა და ერთ-ერთი კრების კანონს როგორ განმარტავს განმარტებელი. ნახეთ, რას ამბობს ის ცეკვაზე. სახარებისეული ცხოვრების სიმკაცრე მოითხოვს, რომ მართლმორწმუნენი ცხოვრობდნენ არა აღვირახსნილად და უგულისხმურად, არამედ როგორც წმინდანებს შეეფერებათ. და ამიტომ ეს კანონი, საუბარია კანონის ცეკვის შესახებ, კრძალავს ყველაფერ იმას, რასაც აუცილებლობის გამო გაფანტულობა შეაქვს სულში, აუძლურებს და აშფოთებს მის განწყობას, აღძრავს უგუნურ სიცილსა და ხარხარს და ყველაფერი ამის გამოწვევა შეუძლიათ ტაკიმასხარულ თამაშებს და ცეკვებს. კანონი კრძალავს სახილველებზე ცეკვას, სცენაზე ცეკვას, რადგან ეს უწესობაა და განსაკუთრებით თუ ქალები მონაწილეობენ რამე თუ ამით, მაყურებელში ვნება და ჟინი აღიზრება. აი რატომ არის მიუღებელი ცეკვა, რომ მაყურებელში აღიზრება ჟინი და ვნება. იცით, კანონები არ განასხვავებენ ცეკვის ფორმებს. თქვათ როგორია, ნელია, ჩქარია, ეროვნულია, არაეროვნულია, თქვათ სადაურია. არა. აქ საუბარი ზოგადად ცეკვაზე არის საუბარი, როგორც ვნების აღმზრდელი. ჩვენ თუ ვიქნებით გულწრფელები, აი ჩვენ თავს ქრისტიანული თვალით შევხედავთ. დავინახავთ, ეს სიმართლეა. როდესაც გოგონა იქნება, თქვათ, ბიჭისთვის თუ ვაჟი იქნება გოგოსთვის, მისი მიხრა ქმედება, მუსიკა არის ვნების აღმზრდელი. ხლა, მეც შეიძლება ცეკვა მომწონს და მიყვარს. მაგრამ ჩემი მოწონება არაფერია ეკლესიის სწავლებასთან მიმართებაში. ეს ჩემი სისუსტეა. კი მეც როცა უყურებ თქვათ რაღაცა ამ სანახაობას, ვაღიარებ მამალა აღსარებასავით, მეც მომწონს. მაგრამ რახან მე მომწონს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს არის ეკლესიის სწავლება ასეთი. ეს ჩემი სისუსტეა. მე თუ რაღაცა მომწონს, აი ჩემი თვალებიდან, გონებიდან არ უნდა გამოდიოდე მე ეკლესიის სწავლებაზე. მეც თქვენს სხვების ვემორჩილებით ეკლესიის სწავლებას. კიდევ მინდა გავიმეორო, ახედან ჩვენ მღვდლები ჩვენსაც არ უნდა ვხადაგებდით. აი დღეს რაღაცა ერთი მოარული ნათქვამია, რომ აი მამა უთქვათ რაღაცას კითხვას დაუსვავენ და იცი რა, მოძღვარი პასუხობს, სახარებაში ესეა, მაგრამ მე ესე ვფიქრობ და მე ვიტყვი რაღაცა ბრძნობა. შენ რას ფიქრობ, კაცო? შენ ადამიანი გეკითხება, როგორი ეკლესიის სწავლება. თუ თუმას უნდა ფილოსოფია წავა სხვაგან.
მოდის აქ რომ მოისმინოს ღვთაებრივი ეკლესიური და შენ მოძღვარმა მას ეკლესიური უნდა უთხრა და არა შენი მე ესე ვფიქრობ შენი ფიქრი აქედან არავის აინტერესებს აქ ადამიანს აინტერესებს ეკლესიის სწავლება ეს შეიძლება ფიცხი იყოს კაცრი იყოს მაგრამ ესეთი ეკლესიის სწავლება შენ ახლა ადამიანს გინდა რომ ეკლესიის მოძღვრება რაღაცა შენს გონებას დაუქვემდებარო და შენს ნებებს დაუქვემდებარო არ არის ეს სწორი აი ჩვენ ღმერთზე რაღაცა ჩვენი წარმოდგენა ვიყალიბდება ღმერთი უნდა იყოს და როგორი ახლა შენ სრულები აგისრულოს აი ღმერთო ეხლა თქვათ მივდივარ თქვათ კაზინოში შვიდიანები დამისვი რა რაღაც მოიგოს ფული უნდა მოიგოს კაზინოში ღმერთო რაღაც კაი კარტი დამიედეგე ეხლა რომ რაღაცა ტუზე მქონდეს და სეკაში მოვიგო ან ღმერთო რაღაცა მივდივარ და იაფად მანქანა მაყიდინე ერთი გეხვეწები რა თუ შენი ჯინია ნატრის ქვა არის ნატრის თვალია თუ რა არის ღმერთი შენთვის მაგრამ თუ შენ ღმერთი გეუბნება რომ მოდი აი შენ ერთი მცნება შეასრულე აი ციდან ღმერთო არ ვცალია მე ახლა შენთვის ეუბნები და აი ჩვენ ადამიანებს გვიჩნდება ჩვენი წარმოდგენა ღმერთზე შენ ღმერთი შენს მაპატიეთ აი გონებაზე გინდა მოირგო არ არის ეს ასე შენ ტყუდები ეს მაგ გატყუებს ამეთი ამდენ თქვენ მოისმენთ რომ აი ღმერთი სიყვარულია არავის დაშის ყველა შეიწყალეს ყველასე ეს ეშმაკი ვატყუებს ჩვენ მაგითი ადამიანი იყოს უზრუნველი არ გამოსწორდეს აი იცი რა ხო შენ შეგიწყალებს ეშმაკსაც გადაარჩენს ყველა შეიწყალებს მაშინ რაყო გამოსწორდე მოდი ისე ისე დავრჩები ვინცა ვარ დავლევ შევჭამ მაპატიეთ და ცოდებს შავიდენ რაღაცო ვებრძოლო მე ჩემს ნებებს და ცოდებს თუ ღმერთი მაინც გადამარჩენს ეს ეშმაკის ტყუილია და აი თუ აი ვინც ამ თემაზე თქვათ ქილიკობს დასცინის იგინება და იფურთხება მოპატეთ მაგალითზე თუ რომელიმე თქვენთაგან ჩვენ გვეტყვით რომ რომელიმე წმინდა მამა ეკლესიის მასწავლებელი მოძღვარი საეკლესიო კრება ასწავლის უცეკვა აუცილებელია სავალდებელოა რომ ეს რაღაცა სულიერი აღმაფრენა გავჩუმდებით ერთი რომელიმე წმინდა მამა გითხარით რომელიც ცეკვას ამართლებს და იწყდარებს და თუ კი ჩვენ ეკლესიის მოძღვრები ამას გმობენ თუ კი კრებები ამას კრძალავენ და მოძღვარი ამას ასე ამბობს და ამაში რა არის დასაცინი საქილიკო რომ მიაყენოს შეურაცხყოფა ხლა რა თქმა უნდა ჩვენ ამაზე გული არ მოგვდის აი ეს არაეკლესიური ადამიანია და სამწუხაროდ თავისი არჩევანია სამწუხაროდ ცუდგომარეობაშია რომ ამ თემაზე იგინება და ასე იქცევა. აქ საუბარი ეკლესიურ ადამიანებზე. ვინ ჩვენსავით ეს ახსენებას ამბობენ, ზიანების რიგში დგანან და ამართლებენ სანახაობას, ცეკვას. ეს სრულიად მიუღებელია. ყურებაც კი ამისი კანონს ექვემდებარება. კი საამოა, მე ამას ჩვენ ხო არ თვალთვალა ხო ვაღიარებ ჩვენს მაკიერებს საამოა თქო უნდა ამას ყველას მოგწონს მაგრამ ეს კი არის ჩვენ ესეთი სწავლება ეკლესიისა მაგას კი არ ნიშნავს ახლა მე მომწონს ეს ესე განსხვავდება ჩემი შეხედულება აი ამ შემთხვევაში ეკლესიის სწავლებისგან უნდა ვაღიარო ჩემი სიზოსტეა და შენდობა ვითხოვ მე ამაზე კი უნდა გავამართლო მე ეცეკვა და თუ მოძღვარი იტყვის და დაგმობს ამ საქციელს, მე მას გინება დაუწყო. ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა ისევ და ისევ არ გავჩერდებით ამ მდგომარეობაზე, ჩვენ ისევ და ისევ ვიტყვით სიმართლეს ყოველთვის ისევ და ისევ ვიტყვით ეკლესიის სწავლებას და თუ ჩვენი ნათქვამი არ დაემთხევა
ეკლესიის სწავლებას და მოძღვრებას, აი მაშინ კი ბატონო ამ თემაზე თქვა ვისაუბროთ, შენიშნა მოგვეცეთ, მიგვითითეთ რომ ეს არ არის სწორი. თუ ეს ეკლესიის სწავლებაა, მაშინ მას ჩვენც და თქვენც უნდა ემორჩილებოდეთ. რატო? ეს ღვთაებრივია, ეს ზეციურია, მასში არა ადამიანური არაფერი და ჩვენ ამით ვიწონებთ თავს. ჩვენ გვიპყრია ხელთ ღვთაებრივი სწავლება. თუ მასში რაიმე შევა ადამიანური, ის იქნება მიუღებელი და განსაგდები. როცა ადამიანმა შეიტანა სწავლებაში ღვთაებრივში რაღაც ადამიანური, ის ჩამოშორდა ეკლესიის სისავსეს. და ჩვენ ვიცავთ უმციკლოდ ეკლესიის სწავლებას და გარდამოცემას. ღმერთმა ამისი ნიჭი მოგცეს, ღმერთმა ამისი ძალა მოგცეს. ეს ჩვენი ერთგვარი გამოხმაურება არის ამ თემაზე. არაერთხელ ჩვენ გვისაუბრია ამ თემაზე. ამდენად მისაღები არის ეს ქმედება. კიდევ ვიმეორებთ, რომ არც ერთი საეკლესიო მოღვაწე არ ამართლებს და არ იწლარებს ცეკვას და სანახაობებს. და ამის კვალად ჩვენს მოძღვრები ხადაგებ და ვამბობთ, ის რაც ეკლესიამ მიიღო, დაამტკიცა, ამას ვიმეორებთ. თქვენ შეიძლება ეს მიიღოთ, შეიძლება არ მიიღოთ, თქვენი არჩევანია, მაგრამ დაფიქრდი, შენ რომ ამის გამო აყენებ შეურაცხყოფას, ირიბად თუ პირდაპირ ხომ არ გამოდიხარ სულიწმინდის მაგინებეთი. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაკურთხოთ.